საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს, სადაც ომში ჩათრევის მცდელობაზე საუბრობს. უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა. ამ პოსტს პაპუაშვილმა დაურთო ვიდეო მასალა, სადაც მისი თქმით 2022 წელს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უჭერდა მხარს. ვიდეო მასალაში პაპუაშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუებსაც ურთავს, სადაც ისინი ამ თემაზე საუბრობენ. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თამუნა ციკლაური მუშაობს, რომელიც ამ ამბავზე უფრო მეც გვეტყვის. თამუნა, რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე? დიახ, ის რომ კონკრეტულ გარეთ ძალებს აქვთ სურვილი და ჰქონდათ სურვილი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით მართველი გუნდი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად და აქტიურად საუბრობს. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით წერს შალვა პაპუაშვილი დღეს სოციალურ ქსელში, თან ურთავს კონკრეტულ ვიდეო მასალასაც. ეს არის ვიდეო მასალა კონკრეტული ადამიანების ინტერვიუებიდან ამონარიდები, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესო არის ეველინ ფარკასის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, რომელიც 2022 წლით არის დათარიღებული. ეველინ ფარკასი არის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ამ ინტერვიუში ფარკასი საუბრობს მაშინ 2022 წელს, რომ საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან და რომ პუტინს არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ამ შემთხვევაში საქართველოზე არის საუბარი, თუმცა კითხვაზე, როდესაც ჟურნალისტი უკვე ეკითხება მას, რომ ეს არის თუ არა დარწმუნებული ამ მიმართულებით, ვინაიდან რუსეთს შეუძლია დამატებითი პრობლემები შეექმნა საქართველოს, ეველინ ფარკასის პასუხი არის მერე რა. სწორედ ეს არის ის ამონარიდი, რომელიც საინტერესო არის აი ამ ვიდეოდან, რომელსაც შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს და პაპუაშვილი წერს, რომ 3 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, კიდევ უფრო შემზარავი არის ის თუ რა სურვილები ამოძრავებდათ და ამოძრავებთ კონკრეტულ ძალებს და ეველინ ფარკასის ეს განცხადებაც არის ერთგვარი წაცდენა რეალურად, როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, თუ რეალურად რა სურდათ და რა მიზნები, რა სცენარი მზადდებოდა საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ძალების მხრიდან. შალვა პაპუაშვილი ასევე წერს იმასაც, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იკვეთება სწორედ ეს მიზნები. ასევე ამ ვიდეოში არის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ამონარიდი, არის ასევე პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდები, სადაც უკვე ლიდერები საუბრობენ, ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ უკვე იმ განცხადებებთან, იმ მინიშნებებთან თუ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელსაც მართველი გუნდი, მათი თქმით, იღებდა კონკრეტული დიპლომატების თუ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან დახურულ კარს მიღმა. აი ამ ვიდეოზე დაყრდნობით, აი ამ ინტერვიუებზე დაყრდნობით, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ წერს, რომ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ თუ რა სცენარს, რა როლს გადარჩა საქართველო იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს და ატარებს ქართული ოცნება. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის ომის დასასრულებლად, ამავე დროს კი ვხედავთ უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებას, იმას თუ რა მოუტანა ქვეყანა 3 წლიანმა ომმა, სრულიად ნათელია თუ როგორ გადარჩა საქართველო კარგად დაგეგმილ და პირდაპირ გაწერილ სცენარს. იმ როლს, რომელიც ჩვენს ხალხს ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა. თურმე ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მეტი, უნდა ვდგარიყავით წინა ხაზზე, უნდა დაგვემსახურებინა მაგიდასთან ყოფნა, გაგვეწირა თავი და დაგვეღვარა სისხლი გლობალურ დაპირისპირებაში შესაძლებლობის გახსნილი ფანჯრისა და ისტორიის სწორ მხარეს დგომის სანაცვლოდ. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე გაბრიყვდა ამგვარი მორალისტური დაპირებებით 3 წლის წინ და რამდენია შეპყრობილი დღესაც იგივე წარმოდგენებით. ეს ისტორიული ინტერვიუ ნათლად აჩვენებს ომის მხარდამჭერი ელიტების მაშინდელ განწყობებს. რუსეთი სუსტია, უკრაინა იგებს, უნდა დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე. ოღონდ ეს ყველაფერი სხვისი ოფლის, სხვისი სისხლის და სხვისი ცრემლის ფასად. ამ სამხედრო პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ ჯდება საქართველოში ძველი იარების გახსნა და რუსეთთან 2008 წლის მსგავსი დაპირისპირების გამეორება. თუ კი საქართველო ისევე წამოეგებოდა სამხედრო ავანტიურისკენ მოწოდებას, რუსეთის მხრიდან ჩვენზე დახარჯული რესურსი უკრაინის ფრონტს მოაკლდებოდა და ამით მეტ უპირატესობას მოიპოვებდნენ და მერე რა, ნუ თუ არ ღირდა გლობალური ინტერესის გამარჯვება საქართველოს სიცოცხლის ფასად.
პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ წლებთან ერთად და დროსთან ერთად კიდევ უფრო გამოიკვეთა ორი რამ. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ერთი ის, რომ ქართულმა ოცნებამ სწორი პოლიტიკით ქვეყანას აარი დაუმიდა, მეორე ის თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს და რა სურვილები და მიზნები საქართველოსთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, სტრატეგია, რომელიც არჩეული აქვს ქართულ ოცნებას. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია არის კრიტიკული კვლავ ისე როგორც ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საკითხი ეხება მეორე ფრონტის გახსნის სურვილს თუ განცხადებებს, რასაც აკეთებს ამ მიმართულებით ქართული ოცნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთის მხრივ მათ არ სჯერათ იმის, რომ მაგალითად, როდესაც გარე ძალებზე, კონკრეტულ ძალებზე საუბრობს მმართველი გუნდი, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ამ შემთხვევაში მაგალითად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ იღებენ ფონდების ხელმძღვანელები თუ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, თუმცა, როდესაც მსგავს ბრალდებებზე არის საუბარი, ოპოზიცია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელონ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში და კონკრეტული ფაქტები მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ეწევა ქართული ოცნება. მე მგონია, რომ უფრო სერიოზული ძალა არის დასავლეთი და ფონდების ხელმძღვანელობით არ ხდება ზოგადად კომუნიკაცია ესეთ საკითხებთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებას აქვს რაღაცა კონსპირაციის თეორია, რომელთაც ის წამლავს ამ ქვეყნის მოსახლეობის რაღაც ნაწილს, რომელსაც აჯერებს, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა ხალხს, რომელსაც შემდგომ თავის ტკივილად უნდა დაემატოს საქართველოს საკითხის დეესკალაცია და თუ კი ვინმეს არსოს ამ ქვეყანაში დამატებითი კრიზისი, განსაკუთრებით სამხედრო კრიზისი, ეს არის დასავლეთი, იმიტომ რომ მაინც მათი მოსაგვარებელი გახდება ბოლოს და ამიტომ ეს ლოგიკასაც ეწინააღმდეგება, არა მხოლოდ რაღაც ფაქტობრივ უზუსტობებს. ეს ბოლო განცხადება არის იმ შავი პიარის გაგრძელება, რაც დიდი ხანია მიმდინარეობს ევროკავშირის წინააღმდეგ და საქართველოს მრავალი წლის პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, რაც შეეხება კონკრეტულად ომში ჩართვის ნარატივს, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ, იცოდნენ კონკრეტული ადამიანები, თუ კი ასეთ ფაქტს ჰქონდა ნამდვილად ადგილი და თუ კი კონკრეტული ადამიანები ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, როგორც ამას პროპაგანდა ხშირად იმეორებს, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იცოდნენ კონკრეტულად დასახელდნენ პირები, ვინ ითხოვდა, როდის ითხოვდა, სად ითხოვდა. ყველა სხვა საუბარი ამ თემაზე არის უბრალოდ ჭორაობა და დარჩება ჭორაობად. როდესაც ადამიანების სიცოცხლე სხვებისთვის არის მერე რა, ზუსტად ეს არის ისეთი ბოლშევიკური და ისეთივე ნაცისტური განცხადებები, როგორიც მაგალითად გვახსოვს, რომ მაგალითად სტალინისტვის არსებობდა ტერმინი, რომ ადამიანების სიცოცხლე ერთი ადამიანის სიკვდილი ეს არის ტრაგედია, ხოლო ბევრი რაოდენობისას ჩვეულებრივი სტატისტიკაო, ზუსტად ასეთივე სტატისტიკურად უყურებენ თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ძალებისათვის ერთ ტყვიას ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც ადამიანის სიცოცხლესა და ადამიანის ჯანმრთელობას და ამ ყველაფერში უნდა ჩვენი ქვეყნის ჩართვა და ამას არამხოლოდ დახურულ გარსმისმა აკეთებდნენ განსაკუთრებულად ღიად, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებული სიმძაფრით, არამედ ამ ყველაფერს აკეთებდნენ მათ შორის საჯაროდას. კაფიოთ იკვეთება სწორედ აი ეს ორი რაღაც, რომ ერთი საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყანას ააცილა ძალიან დიდი უბედურება და მეორეს მხრივ ჩვენ დავინახეთ ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდათ და აქვთ დასავლეთის ზოგიერთ არაფორმალურ გავლენას, ასე ვთქვათ, საქართველოსადმი. ამიტომ თავარი გაკვეთილი მთელი ამ პერიოდიდან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობაზე მეტად ამ ქვეყნის ბედი არავის არ აღელვებს. ამიტომ ჩვენ თვითონვე უნდა მოუვაროთ ჩვენ თავს და ვიზრუნოთ ჩვენივე თავის ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავალზე. იმიტომ რომ სხვა მხრივ აი არაერთხელ მე რამდენად უკვე ჩანს როგორ უპასუხისმგებლოდ ზერელეთ უყურებენ საქართველოს და საქართველოს მომავალს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ დაასრულოს ომი უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომი, ამ შემთხვევაშიც ომის მოსურნე ელიტა კვლავ ცდილობს აგრძელებს იგივე პოლიტიკას, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, კონკრეტული სურვილები, შესაბამისად საფრთხეები კვლავ არსებობს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ის პოლიტიკა, რომელიც აქვს არჩეული ქართულ ოცნებას და მნიშვნელოვანია
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გლობალური პოლიტიკის ფონზე საქართველოს ინტერესების დაცვა. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარის წერილსა და შეფასებებზე თამუნა ციკლაური საუბრობდა.